отлично начался для футболистов тбилисского «Динамо». Среди провожающих только близкие, только родственники. Московским торпедовцам и динамовцам Тбилиси. Гостеприимно встретил всех болельщиков футбола Ташкент. На улицах, в парках, в скверах, везде, а особенно перед гостиницей Ташкент. Тем временем динамовцы Тбилиси во главе со своим маэстро Гаврилом Качалиным не теряли ни одной минуты. Мы спортивные комментаторы грузинского радио Эрос Манчгаладзе и Готе Махарадзе. Мисс Рубенис дает свисток, который извещает о начале состязаний. Команды вышли на поле в таком составе. Торпедо Москва, вратарь Шаповалов, защита Андреюк, Шустиков, Мещеряков и Сараев, полузащита Воронин и Марушкин. Нападение Соловьев, Иванов, Щербаков и Сергеев. Капитан команды Валентин Иванов. Динамо Тбилиси, вратарь Кадрикадзе, защита Борис Сечинава, Рехвиашвили, Зинкишвили, Цхорелов. Полузащита Георгий Щетинава и Яманидзе. დაიხევოდა უკან შემოტრიალდა სწრაფად გაისვარა ბურთი ნახოთ საით გადააწყვეტს საით გაგრძელდება თბილისელთა შეტევა მარცხენა ფრთისაკენ ჩამოაწოდა მაგრამ თავით მოიგერიეს დამცველებმა შემდეგ მესხი დაეუფლა ბურთს შემდეგ იამანიძეს დაუტოვა იამანიძე შემოტრიალდა ასე ხანგრძლივად უტოვენ თბილისელები მოსკოველთა კარს შემდეგ თამაშობს მეტრეველი მოიწევს აქეთ ოდნავ მარჯვნივ გადააწოდა ზუსტად შოთა იამანიძეს თბილისელთა კაპიტანი გასკერის გადააწოდა ჩააწოდა საჯარი მოედის ცენტრში დათნაშვილი წამით კარგავს ბურთს მაგრამ შემდეგ ისევ თბილისელი ფეხბურთელები ეუფლებიან ეს განოიტანეს თამაში მარცხენა ფრთაზე მესხმა მიიღო ბურთი მესხის წინ ანდრეიუკია რა თქმა უნდა ჩააწოდა მისსავე ადგილზე გასულ შოთა იამანიძეს მიიღო ბურთი სრულ მოძრაობა მოაწყო თითქოს სარაევი შეიძლება ჩაწოდება დაარტყა კიდეც მაგრამ ბურთი მოხვდა სარაევს და გადაწყდა გვერდით ხალხი იამანიძე მიიღო ბურთი დარტყმით დაარტყა ძლიერად საჯარი მოედის ცენტრში თავით მოიგერიეს მოსკოველებმა თბილისელთა შეტევა გრძელდება და დიდ ხანს მოსკოველთა საჯარი მოედანზე დასახლდნენ თბილისელი ფეხბურთელები ბურთი აქვს გიორგი სიჩინავას მოიწევს მოედნის გასწვრივ თვითონვე დაუტოვა ცხოვრება ჩაწოდა საჯარი მოედის ცენტრში თავით მოიგერიეს დამცველებმა იქით გადავიდა ბურთი მარჯვენა ფრთაზე იქ მიიღო დათუნაშვილმა ჩამოაწოდა ისევ საჯარი მოედის ცენტრში თავური დარტყმა მეტრეველისა შემდეგ თავური დარტყმა მოსკოველი ფეხბურთელისა საბოლოოდ შესანიშნავი დარტყმა ვორონინისა და ბურთი მოსკოველთა კაპიტან ვალენტინ ივანოვსა. თბილისელთა კარისაგენ ჯარიმას დასდეს ბურთი, ვარონინი დაარტყამს არბად, დაარტყამს თუ გადააწვის ვინმეს. სადაა ყველაფერი? მიუგო რა იქვე სერგეევმა მიიღო ბურთი დარტყმა. მოიგერიეს დამცველებმა, შემდეგ ცხოვრებოვის ძლიერი დარტყმა ისო მოსკოველები დაეუფლნენ. ეს ანდრეიუკი მოვიდა თადოსხმელთა დასახმარებლად. ჩამოაწოდა კარგად, თავური დარტყმა შერბაკოვისა, ბურთი მოხვდა კარის წელს დაბრუნდა მოედანზე, შემდეგ ბორის სიჩინავას მიერ დარტყმა და ბურთი გამოტანილია თბილისელთა საჯარო მოედნიდან. ისო თბილისელი ფეხბურთელები ეუფლებიან ბურთს. ეს სიჩინავა გადაწოდა სწრაფად მეტრეველს, მეტრეველი უკვე მოსკოველთა ნახევარზეა, იქვეა საჯარო მოედანთან ახლოს მისი სარაევია, თითქოს მოატყუა იგი, გაცდა კიდეც შემდეგ ისევ სრულ მოძრაობა ჩამოაწოდა კართან ნახოთ როგორ გათავდება ეს სახიფათო მდგომარეობა ანდრეიუკმა თავით მოიგერია მესხი შეხვდა ამ ბურთს თითქოს მიუსტრო კიდეც მაგრამ ვარონინი უკანასკნელ წამს უსწრებდა გზავნის ბურთს აუჩი აუცილებლად თბილისელები იამანიძემ და მოაწოდა საუთი გადაწოდა მიხეილ მესხმა მიიღო ბურთი შეჭერდა მისი ანდრეიუკია გაგზავნა კიდევ უფრო წინ ბარგაიასთან მაგრამ ბარგაიას დაასწრო მესშერაკოვმა გაგზავნა ბურთი მოედნის ცენტრისაკენ ისევ თბილისელი ფეხბურთელები თამაშობენ ისევ იწყებენ მარჯვენა ფრთიდან ეს მეტრეველია კარგად შეუძლება ჩამოაწოდა კიდეც შემდეგ მესხის დარტყმა ბურთი იქვეა საჯარი მოედის ცენტრში გამორბის შაპოვალენკო დასტოვა კარი ცარიელია შეიძლება დარტყმა სიჩინავას მაგრამ არაზუსტი ბურთი გამოიტანეს საჯარი მოედნიდან ბორის სიჩინავამ კერძე მიიღო შემდეგ დაიძრა მოედნის ცენტრისაკენ გადასცა ცენტრალურ ხაზს დაბრუნდა უკან შეჭერდა შემდეგ წინ მარჯვენა ფრთაზე დათუნაშვილს არა ეს გახლავთ მეტრეველი გავიდა უფრო ღრმად მარჯვნივ შემდეგ შეჭერდა დატრიალდა ისევ მარჯვნივ მოატყუა დამცველი მესამე ეთაპირებს მოტყუებას ამჯერად აღარ გამოუვიდა სარაევმა სწრაფად დაარტყა ბურთი დაეშვა თბილისელთა ნახევარზე რეხვიაშვილმა ცუდად მოიგერია ბურთი დაეუფლა შერბაკოვი მოატყუა რეხვიაშვილი ზენკლიშვილი დარტყმა არის პირველი ბურთი თბილისელთა აფში 1-0 ახლა უფრო დინჯად ნახოთ თუ როგორ გაიტანეს მოსკოველებმა ეს ბურთი ხედავთ შერბაკოვს შესანიშნავად ატყუებს რეხვიაშვილს, შემდეგ გადავიდა ზეინკლიშვილი დაზღვევაზე, მოატყუა ზეინკლიშვილიც, გადის მეკარესგან პირისპირ, დარტყმა კოტრიკაძემ წამით დააყოვნა და ანგარიში გახდა 1-0 წინ მოსკოველი ფეხბურთელები არიან. გიორგი სიჩინავა დაიძრა ცენტრისაკენ, გადასცა ცენტრალურ ხაზს დაარტყა წინ ძლიერად, ბურთი უახლოვდება საჯარო მოედნის ხაზს, გამორბის მეკარე ხელიდან უვარდება. დაასრულა დამცველმა და ბურთი გაიტანა კუთხურზე ჩამოაწოდა ეს კუთხური ეს გახდა დათუნაშვილი საფეხბურთო დაარტყა ისევ კუთხური ამჯერად მარცხენა ფრთიდან ჩამოაწვის მესკი ჩამოაწოდა რომლის თავი დარტყმა დამცველისა შემდეგ რომელიღაც თბილისელი აპირებს დარტყმას ეს ბორის სიჩინავა გამოვიდა აქეთ მარჯვენა ფრთაზე შეჭერდა ჩააწოდეს ალბათ კარტთან ჩააწოდა დაარტყა ძლიერად გამორბის მეკარე მიიღო
თბილისელები კვლავ თამაშობენ, თვითონ ბორისი ჭინავა შეხვდა ამ ბურთს, უახლოვდება მოედნის ცენტრალურ ხაზს, ჩაწოდა კარგად, მეტრეულმა მიიღო ბურთი, შემდეგ დამცველმა ისევ გამოიტანეს ბურთი, მეშვიდე კუთხური მოსკოველთა კართან მოაწვის დათუნაშვილი. გამორბენი ჩამოაწოდა, არის! აი უცქირეთ, ეს დათუნაშვილია, დაარტყა. აჰა, გამოვიდა, ხედავთ? ამის შემდეგ ბურთი სუფთად ჩაეშვა კარში. ერთით ერთ. დიახ, ჩააწოდა, გადის მესხი. ნახოთ ვის, აქეთ მარჯვნივ დათუნაშვილს სარაევის ფეხი აუხსნა, დათუნაშვილი ურტყავს. არის! თავიმეოროთ იგივე მომენტი მოსკოველთა კართან ბურთი აქვს მესხს, ფეხდაფეხ მიხვდება ვალერი ვარონინი. მესხი გაცდა, მცირე მანძილით მართალია, მაგრამ ეს მანძილი სრულიად საკმარისია, გადააწოდა მარჯვენა ფრთაზე, იქ სარაევისა და დათუნაშვილის ორთაბრძოლა, სარაევს აუცდა ფეხი, დათუნაშვილი ელვის სისწრაფით შეიჭრა საჯარიმო მოედანზე, ძლიერი დარტყმა მეკარისაგან მარჯვენა ზედა კუთხეში და ანგარიში 2-1-ია წინ, ქართველი ფეხბურთელები არიან. ისევ თბილისელ ფეხბურთელთა შეტევა შოთა იამანიძემ წაიყვანა მთელი გუნდი საიერიშოდ, გადააწოდა მიხეილ მესხს, მესხის წინ კვლავ ანდრეევიკი, ნახოთ რით დამთავრდება ეს საინტერესო ორთაბრძოლა. მესხი უფრო და უფრო ჟაბნის, ანდრეევიკს უახლოვდება საჯარო მოედის ხაზს, დარტყმა, მცირე მანძილით გაცდა ბურთი მოსკოველთა კართან. მესხი თანდათან უფრო სახებად ხდება ანდრეევიკისათვის. მან გამოავლინა თავისი სპორტული მექანიზმის ყველა დეტალი. აჰა, გავიდა წინ, დარტყმა! არის! სამი ერთი გამარჯვება. შეხვედრის ბედი, ჩემპიონობის ბედი უკვე გადაწყდა. მეორე დამატებითი დაიგო. ბურთი მოსკოველთა ფეხბურთელებს აქვს, ეს მეშირაკოვია, უახლოვდება მოედნის ცენტრალურ ხაზს, გაწევნა ბურთი თბილისელთა ნახევარზე, იქ თბილისელი დამცველები ადგილზე აღმოჩნდნენ, გადააწოდეს ბურთი იამანიძეს, იამანიძემ მშვენივრად მიიღო ბურთი, გადავიდა მოსკოველთა ნახევარზე, იქ კარგად მოატყვა ვარონინი, გაგზავნა კიდევ უფრო წინ, ანდრეევიკი ჩაერია თამაში, მაგრამ იამანიძემ მასაც წარდა ბურთი, უახლოვდება საჯარო მოედანს, სახიფათო თამაშობს. ძალზე ანდრეევიკი საჯიხელი დანიშნებს მესხს, დააგრძელე თამაშიო, მესხი უახლოვდება საჯარო მოედანს, ისინი ახლა სარაევი აღიმართა კიდევ ღრმად, შევიდა ჩააწოდა საჯარო მოედნის ცენტრში, აქ შეეხენ და დაინიშნა 11 მეტრიანი მოსკოველთა კარში. ემზადება დასარტყმელად სლავა მეტრეველი. დარტყმა! აქეთ თბილისელთა ნახევარზე ბორისი ჭინავა იბრძვის, იგი ჩავარდა სამოთამაშოს შორის, წაიქცა, მაგრამ მაინც არ დაჰკარგა ბურთი, მოახერხა, გადააწოდა იამანიძეს, იამანიძე წინ, იქ მესხი მარცხენა ფლანგზე თავისუფალი გადაარტყა ძლიერად, ბურთი ხდება კარის წელს, მეორე ისევ ძელი გადარჩა. მეხუთე ბურთს გადარჩა მოსკოველთა კარში. საჯის, ნიკენის, რუბენის საფინალო სასწვენის ხმა. შეხვედრა დამთავრდა. გამარჯვება ნამდვილი, ამსახურებელი.